კიდევ ერთხელ. ზოგიერთი ბავშვი შეიძლება სულაც პირველად არის და მისთვის სულაც ახალი იყოს. თქვენ იცით რომ როდესაც მოციქულებმა წილი ყარეს თუ ვინ სად უნდა წასულიყო ქრისტიანობის საქადაგებლად. ახლა როგორ მოვიდა ჩვენამდე ქრისტიანობა? წარმოიდგინეთ ქრისტე აქ არ შობილა ბეთლემში იშვა, იქ ქადაგებდა და იქიდან ხო უნდა გავრცელებულიყო ქრისტიანობა. და სწორედ ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდგომ აი რომ ამაღლება არის ახლა 21 მაისი. წელს ასე დაემთხვა. აღდგომიდან მე-40 დღეს არის ამაღლება, 51 დღეს არის სულთმოფენობა. სულთმოფენობა დღეს მოციქულებზე გადმოვიდა მადლი სულისაწმინდისა და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ. მოციქულებმა წილი ყარეს ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად. და მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. და ჩვენ ვიცით რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. წილხვედრი რას ნიშნავს? მას ხვდა წილად საქართველოს მოქცევა ქრისტიანობაზე. ის უნდა ჩამოსულიყო ჩვენთან ქრისტიანობის გასავრცელებლად საქადაგებლად. მაგრამ უფლის ნება ასეთი იყო რომ განუცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს რომ მოახლოებული იყო მისი მიძინების, ანუ მისი გარდაცვალების ჟამი. და მის ნაცვლად საქართველოში უფლის კურთხევით უნდა წარმოგზავნილიყო ანდრია პირველწოდებული. პირველწოდებული რატო ქვია? სწორედ ის დაემოწაფა პირველად იესო ქრისტეს. პირველად მას მოუწოდა მაცხოვარმა, პირველწოდებულიც ამიტომ ქვია. და სწორედ ანდრია პირველწოდებულს გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ნიშნად იმისა რომ თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იქნებოდა ჩვენი შემწედა მფარველი. ამ ხატს შემდგომში აწყურის ღვთისმშობლის ხატი ეწოდა, რადგან სწორედ აწყურის ტაძარში იყო პირველად იგი დაბრძანებული. აი ამ ანიმაციას ჩვენ მერე ვნახავთ და მერე როგორ მოვიდა ქრისტიანობა ჩვენამდე. კი, პირველ საუკუნეში აქ იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა, მაგრამ იმის შემდგომ ძალიან დიდი შრომა გასწია ჩვენმა წინაპარმა, რომ ეს რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვიბადებით და მივყავართ მშობელს და ვნათლავენ. და მადლობა და გვასწავლიან ქრისტიანობას ფაქტიურად დაბადებიდან. მაგრამ ჩვენამდე თუ არ მოვიდოდა ეს მოცემულობა კი არ გვექნებოდა რომ ჩვენ დავიბადეთ და მერვე დღეს ტაძარში მიგვიყვანეს როგორც წესი და რიგია, მე-40 დღეს მიგვიყვანეს, მოგვნათლეს ამ დღეს. ეს მოცემულობა ჩვენ არ გვექნებოდა და ჩვენმა წინაპრებმა ძალიან დიდი გამბედაობა და სიმტკიცე გამოიჩინეს. ახლა ჯერ მარტო რომ დააკვირდე 1227 წელი 100,000 ადამიანი შეეწირა ქრისტეს სარწმუნოებას. წარმოიდგინე, ჯერ მარტო ეს ისტორია რო იცი, ეს მათი თავდადება რო იცი. რამხელა ძალას მატებს მის შემდგომ თაობებს, რომ მათაც უერთგულონ ქრისტეს. და ჩვენ თუ დავაკვირდებით, თვითონ მოციქულებიც უკლებლივ ყველამ მიიღო ტანჯვა ქრისტეს რწმენის აღიარებისთვის. თუმცა აი ამ ტანჯვის დროს ერთადერთი იოანე ღვთისმეტყველი იყო ისეთი, რომელიც არ გარდაიცვალა და მერე თავისი სიკვდილით როგორც იყვიან, ასე გარდაიცვალა, თორემ მანაც უამრავი განსაცდელი და ტანჯვა მიიღო ამის გამო და დანარჩენი 11 მოციქული ყველა მოწამეობრივად აღესრულა. და აი ხვალ ვისი ხსენებაც არის ანდრია პირველწოდებული. ის ჯვარზე გააკრეს. ოღონდ ცოტა სხვანაირი ჯვარი იყო, აი X-ის ფორმის ჯვარი რომ წარმოიდგინოთ. აი ამ დაგვარი ჯვარი. აი ეს ჯვარზე იქნა გაკრული ანდრია პირველწოდებული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის, ქართველთათვის და რატომ? შემთხვევითაც ხომ არ არის, ხალხო სკოლა არ გაქვთ თქვენ, ხვალ ისევ. და ეს ხო შემთხვევით არ მოხდებოდა, რომ თქვენ დაგითხოვეთ სკოლიდან. ამის მიზანი ის არის, რომ ადამიანმა ეს დღესასწაული აღნიშნოს.
აღნიშნავს საწოლში კოტრიალით კი არა. აღნიშნავს იმით, რომ ადგეს ყოჩაღად, მივიდეს ტაძარში, წირვას დაესწროს. აი ამიტომ არის ეს. ამიტომ არის თქვენი დასვენება. სინამდვილეში დასვენება კი არ არის, ეს არის უქმე დღე. უქმე არ არის დასვენების დღე. უქმე არის, რომ ადამიანმა ხორციელი საზრუნავისაგან მოიცალოს, რათა სულიერი აკეთოს, სულიერი საქმე. უქმე მაგას ნიშნავს. და თქვენ ამ ხრივ სკოლამ ხელი შეგიწყოთ, ესე იგი, ვიღაცა სამსახურმა შეუწყო, საჯარო სამსახურში მუშაობს, რომ მოიცალოს ამისაგან, რომ წირვაზე მისვლა შეეძლოს და ესე იგი, წირვაში თანამონაწილეობა. თან ყველაფერ ამასთან ერთად ხვალ არის ახალი პატრიარქის აღსაყდრების დღე. ხვალ 10 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ტრადიციულად სულ იქ ხდებოდა ხოლმე მღვდელმთავრის კურთხევა, პატრიარქის კურთხევას და მღვდელმთავრის კურთხევას. და ხვალ 10 საათზე დაიწყება იქ წირვა და იკურთხება რიგით, როგორც უკვე ვთქვით, 152 კათოლიკოს პატრიარქი, რომელსაც ეწოდება შიო მესამე. ამაზე უკვე ჩვენ წეგან ვისაუბრეთ. ისე რომ აი ეს ისეთი დღეა, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს ღვთისმსახურებისათვის. მოდი ახლა ვნახოთ ის პატარა ანიმაცია და მერე გავაგრძელოთ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ესე იგი, სანამ ანიმაციაზე გადავალთ. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ და მე თქვენ თვითონ მიხვდებით, რას ვამბობ. ალბათ დაახლოებით 7 წლის წინანდელი ამბავია, ჯერ მაშინ ძელი საკვირაო სკოლა იყო ხოლმე და ერთი ძალიან კარგი ბავშვი მოდიოდა ხოლმე. ის ახლა მე მგონი გორში აღარ ცხოვრობს. ნუგზარი ქვია იმ ბავშვს და ესე ვხედავთ მე და არ ვიცი, ერთ-ერთი ბიჭი იყო და ნუგზარი მოდის მოკლე შავლით, შორტებით მოდის და მე ვეუბნები რომ ნუგზარი მეთქი ეხი თამაშობდა თუ რაღაცა და შორტებით მოხვედი მეთქი ტაძარში და ეხლა გვერდით ვინც მიზის ამას გაუბრაზდა შენ უთხარიო არა მეთქი მე ხომ ხედავ მეთქი არა ისეთი გულწრფელი გაბრაზება იყო ეხლა ვითომ მარტო ამან დაინახა და მე ვერ დავინახე შენ უთხარიო მამაოსო რომ შორტები მეცვა ეხლა ნენელა დათბება, მაგრამ რო დათბება ეს არც ვაჟებს და არც გოგონებს არ გვაძლევს იმის უფლებას, აი ჩვენს თავს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ რაღაცა მოკლე კაბა ჩავიცოთ, მოკლე შარვარი. თქვენ მაგის გამო უხერხულად არ იყოთ, თქვენ შეიძლება სულაც არ იცოდით, მაგრამ სხვა დროისთვის ვამბობ, თქვენზე არ ვამბობ, თქვენ მაგან არ შეგაწუხოთ. ზოგადად ვამბობ, რო დაცხება, ხო ვიცით რაც ხდება ხოლმე და არც გოგონამ და არც ვაჟმა არ უნდა მისცეს თავს უფლება რაღაცა ისე მარტო ტაძარში კი არა. არც ქუჩაში ქრისტიანი უნდა მოწესრიგებული იყოს. ახლა არ შეიძლება რომ აი გოგონებს ასე მოშიშლებული გულმკერდი ქონდეთ და მოკლე კაბები და უნდა თქვენ თავს ესე იგი პატივი უნდა სცეთ და თქვენ რომ სცემთ თქვენ თავს პატივს, მე სხვაც გამოიჩენს თქვენს მიმართ პატივის. აბა ნახოთ და მე თუ რამე ისეთი მოხდება აქ რაც მე ვერ თქვი. აბა მე თქვენ შეგეკითხები და რას აღმოაჩენთ ისეთ რაც არ გვითქვამს. ეს ძალიან კარგი იქნება. ქრისტეს მოციქული წინიკარეს თუ ვინცაც წასულიყო ქრისტეს საკადაგებად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს წილად ივერია ხვდა ახლოვდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა რომ მის ნაცვლად
ანდრია პირველწოდებული წარევლინა მის წილხვედრ ქვეყანაში და თან მისი ხელთუქმნელი ხატი გაეტანებინა. ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობელმა მოუწოდა წმინდანს და ღვთის ნება აუწყა. შემდეგ ფიცარი მოითხოვა. მინდო სახეზე და ფიცარზე მისი და ყრმა იესოს ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა წმინდა ანდრიას გადასცა და დაუცა იგი. წმინდა ანდრია მოციქული ღვთისმშობლისაგან კურთხევის აღების შემდეგ წმინდა სვიმონ კანანელთან ერთად ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა. მოიარა ტრაპიზონი, დიდაჭარა, ეგრისი და ყველგან საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართველებმა მოციქულს სთხოვეს მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა. წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეყვრსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში. ქართლიდან წმინდა ანდრია სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენ-გორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ მოციქული აწყურში გადავიდა, სადაც ადგილობრივები არტემისსა და აპოლონს სცემდნენ თაყვანს. იმ მხარეს ერთი ქვრივი ქალი სახელად სამძივარი განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაება და ტირილი. რომ დაღამდა, ციხიდან გამომავალი დიდი ნათელი იხილეს. სამძივარს აუწყეს, რომ ციხეში უცხო ტომელები გაჩერებულა და უცხო ღმერთს ქადაგებენ. აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. მკვდართა აღმადგინებელიო, მოესმა თუ არა სამძივარს, მონებს წმინდა ანდრია მოაყვანინა. ატირდა ქვრივი, შეევედრა მოციქულს, ელოცა და მკვდრეთით აღედგინა მისი მხოლოდ შობილიძე. თუ ერწმუნებ იესო ქრისტეს, რწმენის მეოხებით ყოველივე მოგეცემა, უთხრა წმინდა ანდრიამ. ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი. მაშინ მოციქულმა წმინდა ხატის სხეულზე დაასვენა მიცვალებულს და ილოცა. ყრმა თითქოს ახლა გაიღვიძაო, საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. გახარებული დედა მუხლებში ჩაუვარდა წმინდა ანდრიას. მერე კი თავის სახლეულთან ერთად ნათელიღო. ხალხით გაივსო სოსანგეთი. ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა. დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი. იესო კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ. შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში და დავუბრძანოთ თქვენს ღმერთებს შორის, შესთავაზა მოციქულმა. დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცოდნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი. ასეც მოიქცნენ. დილით, როცა საკერპო გააღეს, კერპნი დამსხვრეულნი ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველამ ერთხმამ ადიდა ქრისტიანთა ღმერთი. წმინდა ანდრიამ ასწავლა ხალხს ქრისტეს ჯული. დაუდგინა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონი. მერე კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მესხნის შეევედრნენ, ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვებინა.
მოციქული დაახვა მათ თხოვნას. წმიდა ანდრია მოციქულებრივი სულა განაგრძო, ხოლო წმიდა ხატი ივერიაში დაემკვიდრა. წმიდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა. დაინგრა აწურის საყდარიც. მაგრამ მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდნილიყო და მხუდივით დაფარებოდა წმიდა ხატს. მეოთხე საუკუნეში საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ ჰასანი შემოესია. დაარბია სამცხე და აწურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. ირანს ღვთის რისხვა დაატყდა თავს. ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყმან, არცა ხოხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაჩენა. ყაენის მრჩევლები მიხვდნენ, რომ განსაცდელი აწურის ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. რადგან საქართველოდან ირანისკენ მიმავალთაც არაერთი საოცრება იხილეს მისგან და ამიტომაც გადაწყვიტეს. ეს რისხვაც უეჭველად ხატისგან მოგვევლინა. სჯობს მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათო. იპოვეს ხატი, უხედნელ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ღვთის განგებით ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს და იქმნა დიდებული სასწაული. განათდა, გაბრწყინდა მთელი სამცხე. მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანის ცეს წმიდა ხატს. გავიდა 2 წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია. ყაენმა ხატი სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა. მოიპარა ხატი, თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო. მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო. იგი ფრიად შეშინდა და მსწრაფლ წამოვიდა აწურში. ჩამოაბრძანა ხატი და გადასცა მაშინდელ მთავრებს, ყვარყვარესა და მანუჩარს. მათ თაყვანისცეს და აღიხვნეს და წარმოასვენეს წმიდა იგი ხატი. აღიყვანეს და დაასვენეს საყდარსა თვისსა აწურისასა. ხელთუქმნელად ფიცარსაზე და აღმტნიფრველო უბიწოისა პირისა შემისაო, რომელაც ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლადწმიდისა აწურისა ღვთისმშობელისა, ისმინე ვედრება ჩვენი შენ, ხატად ზეცისა წოდებულო და გვიხსნენ ჩვენ ყოველთაგან განსაცდელთა მრავალმოწყალე. მოდი ახლა ნახოთ კიდევ ერთი რამ, რაც წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება მოიტანა საქართველოში. და ანუ ეს თქვა მინდა, სანამ ადამიანები ღმერთს გაიცნობდნენ, ღმერთი ეცოდინებოდათ, როგორები იყვნენ მანამდე, რაზე ჰქონდათ მათ იმედი დამყარებული, რა იყო მათი ნუგეში, ვის წინაშე გრძნობდნენ პასუხისმგებლობას და რა იყო მას შემდეგ, როდესაც მათ გაიგეს იესო ქრისტეს შესახებ, ქრისტეს მცნებების შესახებ, რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი და რომ ის არის ჩვენი მაცხოვარი. აი მოდი ვნახოთ და მე ერთად შევაჯამოთ ეს ყველაფერი.
მან მაშინ საქართველოში ღვთისმშობელი მოიყვანა. ქრისტეს აქეთ პირველი საუკუნე საქართველო. Adrosega, teri mogadga. ეს რა მითხარი, კაცო? ახოსარია? Nu gășinia. Teli ქვეყანა პერსედგას. მარა რა მარა? კუბას ელოდება ყველა დიდ მუხასთან. კუბაზე უნდა გაგვიძღვესო. კუბაზე რა გითხრა? გამიძეხი. თორე მოვიდა ტერი და შეგიჭამა ეს ხურძენი. მაჯავე ცოტა შეგეცა. რა გამოჩერჩეთ შეგაცა. ახლავე. ერთი. კუბაზე საბა რა გითხრა? ვეღარა ისეთივე როხროხა და ბობოქარი ქერო იყო. სულ გამარტოვდა. გამარტოვდა? ხო, ეს იგახსომება ალბათ. ამას წინათ იმ წმინდა კაცმა რომ ჩაიარა ჩვენ სოფლებზე. კი, რა ვამო. მოიცა. რა იყო? ანდრია. ო, ახლაც მაგ ანდრიას სტუმრობს კუბასთან. სულ ერთად არიან. მას შემდეგ სულ შეიცვალა. მოიცა. რა სიტყვა მოვიტანა ახლა მაგ კაცმა ნაირია? რა ვიცი. ისინიც მაგ ანდრიას უსმენენ. მის წეს მისდევენ. ხო. ჩვენ რაღაცა უცნაური სიმშვიდე დაყვებათ და არაფერს არ მოგვე. კი იერუსალიმში დიდი ამბები მოხდარა თურმე. მაინც რაო? იქ სადღაც ღმერთი დაბადებულა კაცად. მე ღმერთი კაცი. ქრისტე დედამის მარიამი რქვევია თურმე. ქრისტე. ხო? წამოდი ასე მოკლეზე წაგიფა. წამოდი. ქრისტე. მოდი. მერე თურმე ამ ქრისტე მოწაფებს ქვეყნები დაუნაწირა. მისი სიყვარული აიტანა და ამერობა დაიწყო. ჩვენი ქვეყანა დედამის მარიამს იგებია წილად. თურმე მარიამს შვილისაგან ქონია დანაბარები რომ იერუსალიმი არ მიატოვო. ხოდა ანდრია გამოუშვია მის მაგერად თავისივე წინ ხვეთ ქვეყანაში. ისნაჯერი აუღია თურმე მარიამ. სახეზე აუფარებია და რა მისი ხატება არ გადასულა. სწორედ ეს ხატება ჩვენს ფარველად გამოუტანებია ანდრიას ხარეს. მახსოვსადარი. უბასთან
შევიც რა ვიცი რა წამოვუწი თავში ჩემი ამ წერმა მამკაც Kubas! Kubas წერიმა მადგა. უშენება არ იქნება. ხალხი ბოლოდება. Kubas! Kubas. Oitxa. იჩქარეთ. ცხენი მომიმზადე. ასე უაბჯროთ აპირებობს? აბჯარის მომიტანე. მაგრამ აწი ეს იქნება ჩვენი აბჯარი. მასაკეთ 2000 წელიწადი გაუთავებელ ომებში და განსასწრელში ქართველმა გულით ატარა ღვთისმშობელი. ღვთისმშობელმა კი კალთით საქართველო. ანთეთაბა მოდი ახლა თქვენი ადგილები დაიკავეთ. ახლა მოდი ერთად შევხედოთ. საქართველოს როდესაც იცავდა, კი არ ქონდა მხოლოდ თავისი ძლიერების იმედი, არამედ ქონდა ღვთის იმედი, ქონდა ჯვრის იმედი. და როდესაც ადამიანი შეიარაღებულია ღვთის იმედით, ის მართლაც არის დამომარცხებელი. თან ეს დამარცხება და გამარჯვება მარტო ამ წუთის სოფელს კი არ უკავშირდება. ამ წუთის სოფელში ყველა ადამიანი დროებით არის. როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი ექიმიც არ უნდა მოძებნოს, მაინც ეს წუთის სოფელი არის დროებით. მაგრამ ქრისტიანი ადამიანი იმით გამოირჩევა ღვთისგან, რომ მას წამს მარადიული სიცოცხლე და რომ ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. და ადამიანი მარადიულად არსებობს, მარადიულად მყოფობს. ეხლა თქვენ ისე თქმა გინდათ, აბა რაში ამჩნიეთ ისეთი, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდეთ. შეგიძლიათ რომ გითხრათ? აბა შენ რა დაგამახსოვრდ? მე დამამახსოვრდა ის, რომ ეს არის ჩვენი აბჯარიო. რაზე თქვა ეგ? ჯვარზე. ჯვარზე, ეს არის ჩვენი აბჯარი დღეიდან. კიდევ რა, აბა? კიდევ რა თავარი დაგიმახსოვრებია, რომ ჯვარი არის ჩვენი აბჯარი. ჯვარი გვიცავს შენ? ჯვარი სულ დაგიცავს ჩვენ. ჯვარი სულ ჩვენც ხო გიკეთია გულზე ნაკურთხი ჯვარი, ხო გიკეთია რა? კიდევ რა, აბა მოდი ბიჭებთან მივიდეთ. აბა შენ რას? რომ ხორცელ დაცვაზე მეტი სულიერი დაცვა. რომ სულიერად დაგიფარო. და ის რომ იმედი და კარგული ქონდათ რომ არ გამოვიდა და არ იბრძოლებდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვიდა და თქვა რომ იბრძოლოთ. კი ბატონო, ერთმა იმედიანმა კაცმა შეიძლება ბევრი სხვა ადამიანი აანთოს და იმედი ჩაუსახოს, ხო მართალი? და იმ კაცს კიდევ სწორედ ჯვრის იმედი ქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე კიდევ ნახეთ ერთგულება ამ ჯვრისა. ამ რწმენის ერთგულება.
აი ჩვენ ცხოვრებაში მაგალითად რაში უნდა გამოვლინდეს, რომ ჩვენ ქრისტეს ერთგულები ვართ. სხვათა შორის იცით რას ამოსუფალი? რითი გიცნობენო, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართო? აი რითი უნდა იცნო ერთი შეხედვით ადამიანი, რითი უნდა იცნო, რომ ქრისტეს მოწაფეა? რითი აბა? ჯვრით. ჯვრით, აბა შენ რასა? ჯვრით. შენ რასა? ჯვრით. შენ შეგუნდა თქვა? და ანუ ქრისტემ ეს თქვა, რომ იმით გიცნობენ, რომ ჯვარი გეკეთებათ გულზე, რო? კიდევ ქრისტიანი რომ წმენი. ხო და როგორ უნდა გიცნო? შენ რა სიტყვი? მე მგონი. რომ ქრისტეს მიემსგავსები, შენ რა სიტყვი? მე ვიცი რომ ვილოცოთ. რო ვილოცოთ, ძალიან კარგი აზრებია. კიდე გვაქვს რამე, აბა? რითი? ნაყოფით. რა ნახვევით? ნაყოფით. ნაყოფი ძალიან კარგი. ესე იგი, უფალმა რა უთხრა თავის მოწაფეებს? რითი გიცნობენ, რომ თქვენ ქრისტიანები ხართ? აი მთავარი ნიშანი რაც უთხრა ეს იყო. იმითი გიცნობენ, რომ თქვენ ერთმანეთი გეყვარებათ. აი ამითი გიცნობენ. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამითი გიცნობენ, რომ თქვენ ერთმანეთი გეყვარებათ. ეხლა მაგალითად დედმამიშვილებს თუ ერთმანეთი, ანუ და-ძმებს თუ ერთმანეთი არ ეყვარებათ, ვინმე იტყვის მათზე, რომ ესენი ქრისტიანები არიანო? თუ ერთმანეთი ვერ შეიყვარეს, სხვებს შეიყვარებენ და თუ ერავინ ვერ შეიყვარეს, ქრისტეს ყველაზე მეტად სიყვარულით უნდა მიბაძო. და აი, როდესაც ერთმანეთი გვიყვარს ჩვენ, მაგაში ჩანს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. მაგაზე მეტად არაფერში არ ჩანს. აი, უფლის სიტყვები ეს არის. მოდი რამოდენიმე შეკითხვას წავიკითხავ, იქნება როგორ აინტერესებს იმ ბავშვს, ვინც ეს დაწერა და ამიტომ ვისაც არ აინტერესებს, მოთმინებით შევხვდეთ, რომ ვისაც აინტერესებს, იმან გაიგოს. როგორ ადამიანს ქვია უზნეო და ბოროტიო? ადამიანი ბოროტი არავინ არ არის ბავშვებო. ბოროტი, აი, რო თქვა ადამიანზე, რომ ეს ბოროტი ადამიანია, ეგ ძალიან მძიმე განაჩენია. არ უნდა თქვა. შეიძლება იქცევა ცუდად. ანუ სიკეთეს დაშორდა და ბოროტებაში ჩაეფლო, მისი საქციელები უზნეო არ არის ზნეობრივი. მაგრამ მაინც რო თქვა, რომ ბოროტიაო, ძალიან მძიმე. არ ვთქვათ ხოლმე. პირიქით ვილოცოთ, რომ ღმერთმა უშველოს, რომ თავი დააღწიოს იმ სიბოროტეს, იმ მდგომარეობას, რაშიც იმყოფება. როდის არის შემდეგი შეჯიბრებაო? შემდეგი იქნება ფერისცვალების დღესასწაულთან ახლოს. საერთოდ ესეა ხოლმე სააღდგომოდ, რომელიც უკვე იყო ფერისცვალების და საშობაო. მასწავლებლებს ვაბრაზებ და კარგი საქციელიაო, გადასარევი საქციელია. აბა, სხვანაირად როგორ იქნება? და მასწავლებელი არა, ეხლა ეს თან რა საოცარი ორი შეკითხვა. ეს ორი შეკითხვა ერთად უნდა წაიკითხოთ, თორე ცალ-ცალკე ეხლა რო დაივიწყოთ პირველი შეკითხვა. წარმოიდგინეთ, რომ არ წაგვიკითხავს. და მარტო მეორედან დავიწყოთ. მასწავლებელი სულ უმიზეზოდ მეჩხუბებაო. მაგრამ ამას თუ ჯერ პირველ შეკითხვას წაუმძღვარებ. ესე იგი რა გამოდის? მე ვაბრაზებ და რა უნდა ამას რა უმიზეზოდ მეჩხუბება? აჰ, რა უსამართლოდ ექცევიან ეს მასწავლებლები. ვაბრაზებ და ისიც არ უნდა რომ მომითმინოს. ანუ ეს ბავშვი ფიქრობს, რომ მე როგორც მოსწავლე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, რომ მასწავლებელი გავაბრაზო და ის კიდე უმიზეზოდ მეჩხუბება. მასწავლებლის კი არა, არავის გაბრაზება არ არის კარგი საქციელი. თან ახლა რო წარმოიდგინოთ, აი მოდი ესე შევხედოთ მასწავლებელს. მასწავლებელს იმ სკოლის წინაშე, სადაც ის ასწავლის,
ხომ აქვს პასუხისგებლობა. რომ იმიტომ დაადგინეს ეს, მაგრამ დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ. ქიმიის მასწავლებელი მოიყვანეს, თუ მათემატიკის თუ სხვა. ეს იმისთვის მოიყვანეს სკოლაში, რომ თქვენაირ ბავშვებს ასწავლოს მათემატიკა, ქიმია ასწავლოს, ვიღაცამ ისტორია. და თუ ის არაფერს არ ასწავლის, მაშინ რისთვის მოიყვანეს? ანუ ეს მასწავლებელი რისი თქმა მინდა გძნობს პასუხისგებლობას, რომ შენ გამეცადინოს და მოგეხმაროს. გესმით? და ჩვენ ამაში უნდა ხელი შევუწყოთ. თან ის მარტო სკოლის წინაშე კი არ გძნობს პასუხისგებლობას. ჩვენი მშობლების წინაშე, თავად ჩვენ წინაშე, მოსწავლეების წინაშე გძნობს ამ პასუხისგებლობას. და აღარაფერს ვამბობ, რომ ღვთის წინაშე მოვალეა, ამისთვის მივიდა. და ახლა წარმოიდგინეთ, ის ხო განიცდის, ნერვიულობს, უნდა რაღაცა გასწავლო, შენ ამ დროს ვცდილობ, რომ რაღაც გაკვეთილი ჩაშალო, გააფუჭო იქ რაღაცა ხელი შეუშალო. და ასე რომ ჩვენ ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მივეხმაროთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ამით გამოჩნდება, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ახსარება რომ ჩააბარო და შემდეგ ისევ იგივე დაუფიქრებელად შესწოდოთ ცოდვაო? იცით რა არის, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცას რო ვიტყვით ახსარებაში, ის აღარ გავიმეოროთ. მაგრამ თუ მაინც მოხდა და მაინც ჩავარდით იგივე ცოდვაში, რა ვუყოთ, ადამიანები ვართ. ეგრე ერთიანად ვერ განვიკურნებით ამა თუ იმ ცოდვისაგან. თუმცა ძალიან კარგია ასეთი რამ რომ გავაკეთოთ. ახსარება მარტო ის კი არა, მე იმ დღეს მრევლსაც ვეუბნაოდი, ახლა ზოგიერთი თქვენგანი ბავშვები მე ვიცი, რომ მოდიხართ აქ უცბად მიჯღაბნით რაღაცას ფურცელზე, რომ აი ეს არის ჩემი ახსარება და მოიტანთ. ეგ თავის მოტყუებაა. ახსარება როგორი უნდა იყოს ნახე. დაუშვათ დღის განმავლობაში რაღაცა შესწოდა. აი ვიღაცა დააბეზღე დაუშვათ. ვიღაცას მოატყუე, რაღაც დაგენანა. იმ წუთშივე უნდა თქვა, უფალო, შემინდა ეს ჩემი შეწოდება. მე ახლა დამენანა. მე ახლა დამეზარა რაღაც. ვიღაცის შემშურდა, ვიღაც მოატყუე. აი ღვთის წინაშე წარმოიდგინო შენი თავი, რომ ღმერთი ყოველთვის გიყურებს. და თქვა რომ აბატია უფალო, მე ვერ შევძელი რომ შენთვის მე ერთგულება გამომეჩინა და რაღაც შენი მცნება შემესრულებინა. მე აქ შემეშალა. გესმით? მეორე დღეს, მესამე დღეს და ყოველთვის თუ ასე ფიქრობს ადამიანი, რომ მე ღვთის წინაშე მოვალე ვარ, რომ მისი მცნებები შევასრულო და სადღაც აღმოაჩენ, რომ სინდისი დაგიმძიმდა. ვერ გააკეთე ისე, როგორც საჭირო. იქვე შენდობა უნდა ითხოვ. და მე ის ყველაფერი, რასაც კვირის განმავლობაში ღვთის წინაშე ითხოვ შენდობას, უნდა მოხვიდე და მოძღვართან ერთადაც ითხოვ ღვთის წინაშე, ღვთისგან უნდა ითხოვ შენდობა. არა მოძღვრისგან. ზოგმა ასე იცის, რომ მიაწერს ხოლმე ახსარების ფურცელს, რომ მამაო მაპატიეთო, მამაო კი ვერ გაპატიებს. არამედ ღვთისგან უნდა ითხოვ შენდობა და მოძღვარი უნდა დაგეხმაროს ამაში. მოძღვარი უნდა დაგეხმაროს და მოძღვრით ხელით ღმერთის შენდობას გაძლევს. რატომ არის ხალხი გადაჩეული გინებას, რატომ იგინებიან ბევრსო? ცით რა არის, ადამიანი როგორი გულიც არის და გულში რაც არის, იმას ამბობს ენაც. რატომ წირავთ ფერისცვალების ეკლესიაში მარტო თქვენო? რა ვიცი, ესე მოხდა ჯერჯერობით ღვთისგან ესე არის. მეუფე ანდრიამ მე გამოგზავნა აქ რომ წირვა ჩავატარო. თუ ინებებს და სხვასაც გამოგზავნის, სხვა ამას შეიძლება ჩაატაროს ხოლმე წირვა. თუმცა სამწუხაროდ არ არის ბევრი სასულიერო პირი, რომ ერთ ტაძარში რამდენიმე მსახურობდეს, თორემ ეს კარგი იქნება. ეს კარგი იქნება. სულიერი ხარისხი უფრო მეტი იქნება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი რას ვამბობ. დაუშვათ 150 ბავშვია. 150 ბავშვის, ნუ აღარ ვამბობ დიდებზე, სულიერ საჭიროებას ერთი ადამიანი უფრო კარგად გაართმევს თავს თუ სამი ადამიანი. აი მაგას ვამბობ, თუმცა არ არის ეს ფუფუნება, არ არის ეს ფუფუნება. ზოგ სოფელში, ეხლა ჩვენ მაგალითად აი ფლავიდან არიან ბავშვები, ფლავისმანიდან. ქერეში გვიწევს სახურება, ფლავში გვიწევს წმინდა ივანე ღვთისმშობლის ტაძარში. ყველგან რომ თავთავისი მოძღვარი იყოს და მარტო იქ იყოს, სულიერი ხარისხი მეტი იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ესეა და რაო. ასე რომ გამოსავალი რა არის ახლა?
თქვენ ეცადეთ რომ წმინდად და ღვთისმიერად იცხოვროთ. მერე რომ გაიზრდებით, ისწავლოთ ღვთისმსახურება, ჯერ მედავითნეობა, სიქაროსნობა, მერე მოიწადინოთ და ჩააბაროთ სასულიერო სასწავლებელში, ვაჟებს გულისხმობ. და მერე დადექით კარგი სასულიერო პირები. და თქვენ ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანთ ამით თქვენ სამშობლოს. ვინც ამას გააკეთებს. ვიღაცა სხვა მხრივ მოუტანს სიკეთეს, ვიღაცა ამ მხრივ და ასე შემდეგ. მე აღარც მე ვიქნები მარტო და სულიერი სარგებელიც მეტი იქნება. ეხლა რატო ამობ ნახეთ, ძველ საკვირაოში რო შეხვედრები გქონდა. აი ყველაზე მეტი იქ ყოფილა 60 ბავშვი. ეხლა 60 ბავშვი ისეთია რომ ეხლა მე ზოგჯერ თქვენ წინაშე რაღაცა გარკვეულ უხერხულობას გძნობ ხოლმე რა მხრივ რომ ზოგიერთი ბავშვი შეიძლება სახეზე აღარც კი მახსოვდეს რომ აქ იყო სამწუხაროდ. ზოგიერთისა შეიძლება სახელებიც ვიცი თქვენი უმეტესობისა შეიძლება სახელებიც ვიცი. მაგრამ იქ სადაც სიტყვაზე ამბობ 40 ბავშვია, იქ ყველას უფრო ახლო სიცნობ. ყველასთან უფრო შეხება გაქვს, ყველასთან უფრო პირადი ურთიერთობა გაქვს, კავშირი გაქვს. რომ რავლდება, ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ უკვე აღარ ყოფნის შენ შესაძლებლობა რომ ყველას ერთიანად გაწვდე. ხოლო ჩემპიონატი მინიფეხბურთში როდისაა? ჩემპიონატს რაც შეეხება, მეუფე ანდრიამ ასეთი რამ გადაწყვიტა. ამას წინათ იყო ეპარქიის მასშტაბით ჩატარებული ისტორიული ვიქტორინა. მერე იყო სულიერ საკითხებთან დაკავშირებით ეს ვიქტორინა, წმინდა წერილთან დაკავშირებით. და ეხლა მეუფე ანდრია ფიქრობს რომ ჩაატაროს ასეთი შეჯიბრება მინი ფეხბურთში და მაგიდის ტენისში. და ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მოხსენება წმინდა ნინოსთან დაკავშირებით, რადგან 1700 წლის თავია საქართველოს გაქრისტიანების. და ეს ეხება სამრევლოებს შორის არის შეჯიბრება. აი როგორც ჩვენი ხო ფერისცვალების სამრევლო. სადღაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარია, სადღაც წმინდა ნინოს ტაძარი. მადლობა, კარგი ბიჭი ხარ, გაიხარე. ეს ერთი და იგივე. ისე რომ ეს შეჯიბრება როდის არის მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს დაგეგმილია და ალბათ მალე იქნება. რამდენი ეკლესია გორშია? მოდი ჩამოვთვალოთ მაშინ რამდენი ეკლესია. თუ რომელიმე გამოვჩა თქვენ მომეხმარეთ. მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სადაც მეუფე ანდრია მსახურობს. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, წმინდა ნინოს ტაძარი, წმინდა ბარბარეს ტაძარი. არის კიდევ ღვთისმშობლის ტაძარი გორის ციხეზე, პატარა ტაძარია. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, მთავარანგელოზთა ტაძარი. ღირსი გიორგი მთაწმინდელისა გიმნაზიაში, რომელიც არის ეგროა. გორის ჯვარსაც თუ ჩავთვლით, ალბათ პირველი შეიძლება ეგეც გეთქვა, ეგ 9. კიდევ აღდგომის ტაძარი მშენებარე კი ბატონო, კიდევ კვერნაგზე ღვთისმშობლის შობის და მაცხოვრის შობის და ზემოთ ღვთისმშობლის საფარველის, ეგ 12. ივანე ნათლისმცემლის ტაძარი საკათედრო ტაძრის ეზოში როა. და კიდე წმინდა ნიკოლოზის ტაძართან ახლოს არის იქაც მშენებარე, უკვე აშენებულია ფაქტიურად, იქაც ივანე ნათლისმცემლის ტაძარი, უკვე 14. ფერისცვალება არ გითხოვს 15. პირად ცხოველი ხო თქვით, აღდგომის ტაძარია ეს. რომელს ამბობ? კომბინაცი ხიდზე რო აღდგომის ტაძარია კი. პირად ცხოველობას რო ერთობლივი წირო ახონ. ხო არ გამოგჩა? წმინდა ნინო თქვით. ოქონის ტაძარი. ოქონის ტაძარი ეს 16. ეს ოქონის ტაძარი ბავშვებო ისტორიული ტაძარია. მად იყო ტაძარი. და მერე კომუნისტების დროს დაანგრიეს ეგ ტაძარი. და ეხლა უკრავ მეუფე ანდრიას დიდი მოწადინებით ეს ტაძარი შენდება და უკვე ფაქტიურად დასრულებული.
მოიცადე ეს შეკითხვები. აი, ხელში მიკი. ხელში მიკირავს და ვეძებთ. ეს თქვით. ხوار დაიღალეთ. წირვის დროს, მოიცადე ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ბავშვებო. წირვის დროს ზიარებაზე გარეთ გასვლა შეიძლებაო? ზოგადად ასეთი ამბავია, როდესაც ჩვენ შემოვდივართ ტაძარში, უნდა ამოვიჩიოთ ერთი ადგილი, დავდგეთ და მოთმინებით დაველოდოთ წირვის დასრულებას. ოღონდ დაველოდოთ ისე კი არა, რომ აი ერთი სული გქონდეს, რომ მორჩეს. ერთი სული რომ გქონდეს, მორჩეს, ეგ იცი ვის ექნება, ვინც წირვაში არ არის ჩართული, ვინც ლოცვას არ უსმენს. და თუ რაღაც აუცილებელი საჭიროებაა და იმის გარეშე ვერ გაჩერდები, უნდა გამოხვიდე მაშინ და ისევ დაბრუნდე ტაძარში, მაგრამ ისე გამოხვიდე, ისე ირნო და რაღაცა ესე არ უხდება ჩვენ სულიერ ცხოვრებას. რა ხდება მეორედ მოსვლის დროს? უფალი იესო ქრისტე დაბრუნდება თითოეული ადამიანის განსასჯელად. პირველად მოსვლა მისი იყო იმისთვის, რომ ჩვენთვის სულის ცხონება მოეტანა. ის ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, მაგალითიც მოგცა, სწავლებაც მოგცა, ჯერ თვითონ გააკეთა ის და მერე ჩვენ გითხრა, ასე გააკეთეთ, რომ გადარჩეთო და მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენ გველოდება ის, რომ თითოეული ჩვენგანი ღვთის წინაშე წარდგეს და პასუხი მისცეს თავისი ცხოვრების შესახებ. ამიტომ ამის ესე რომ ვთქვათ, ამას რომ გადაურჩეს იმ პასუხისგებლობას და იმ სიმძიმეს ადამიანი, აქვე აღსარება უნდა თქვას. უნდა შეინანოს თუ რამეს ვერ აკეთებს. თორემ აქ შეიძლება ადამიანი არ ნანობს, მაგრამ აუცილებლად მოუწევს ღვთის წინაშე რომ წარდგება. ოღონდ იქ უკვე დაგვიანებული იქნება. ამიტომ სანამ იქ წარდგები, აი ხო არის ხოლმე რომ მაგალითად ჩვენ რო გამოცდაზე მივდივართ, აი ესეთი რაღაც ხდება ხოლმე, აი უნივერსიტეტში აბარებს ვიღაცა, დავუშვათ გამოცდაზე არ იცის რომელი ბილეთი შეხვდება და ეხლა იმეცადინა. იცი რას აკეთებს ხოლმე? აბა ამოიღებს ამ ბილეთს, რომელიმეს, აბა ვითომ გამოცდაზე ვარ, ეს ბილეთი რო შემხვდეს, აბა შევძლებ რო უპასუხო? თავის თავს დააყენებს უკვე გამოცდაზე, გამოცდამდე, სანამ იქმნა. ამოიღებს და შეხედავს საკითხებს, მე შემიძლია რომ ამ ბილეთს უპასუხო თუ არა. თუ შეუძლია, ხო კარგი, თუ არა და ისევ იმეცადინებს და ასე შემდეგ. რატო ამბობ? სანამ ღვთის წინაშე წავდგებით, ჩვენ უნდა ჩვენი თავი დავაყენოთ ხოლმე ღვთის წინაშე და ვკითხოთ ჩვენს თავს, რომ აი მე რომ ესა და ეს ცოდვა ჩავიდინე და ამ ცოდვაში ვარ და არ მინდა ამის გამოსწორება, რა უნდა უთხრა უფალს? გესმით? ამიტომ ჯობია აქვე შეინანო ადამიანი. სინდისი ყველას აქვს და სინდისი რასაც გეუბნება, უნდა დაუჯერო. რატომ გაჩნდა დედამიწაზე სიბოროტეო? სიბოროტე არის სიკეთის ნაკლებობა. ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო ეხლობა ის სიბოროტეში. ისევე როგორც ეხლა ეს ოთახი განათებულია, ამ ოთახს რაც უფრო დაშორდებ, მით უფრო სიბნელეში ხარ. სინათლეს რაც უფრო დაშორდები, მით უფრო სიბნელე იმატებს. სიბნელე იქ ჩნდება, სადაც სინათლე არ არის და სიბოროტე იქ ჩნდება, სადაც არ არის სიკეთი. სიკეთის წყარო კი თავად ღმერთია. რატო მივმართავთ უფალს შენობით და არა თქვენობით? ეხლა ნახეთ როგორ დავუშვათ, გაიცანი ადამიანი პირველად. ხო დიდი თავხედობა იქნება, რომ პირდაპირ აი შენობით დაუწყო ლაპარაკი. აი ძალიან დიდი ის იქნება, უტაქტობა იქნება და რაღაცა შინაგანი კულტურის წარმომაჩინებელი, რომ შენ უთხრა ეს. მაგრამ თუ ადამიანი, ეხლა დავუშვათ, აი თეოდორემ რო გაიცნოს გოგონა რო გაიცნოს და რო უთხრა შენო. ის გოგონა მიხვდება, რომ ამის საქმე ვერ არის რა. ვერ არის კარგი ამის საქმე. მაგრამ თეოდორე თუ თქვენობით მიმართავს, ის გოგონა მიხვდება, როგორი კულტურული ადამიანია. მერე შეიძლება ისე დაახლოვდნენ, რომ სულაც დაოჯახდნენ. ეხლა მეუღლეს თქვენობით ხო აღარ მიმართავს. შენ ძმას და დას თქვენობით ხო არ მიმართავ, დედას თქვენობით, მამას თქვენობით. რატო ამბობ?
რაც უფრო ახლოს ვართ ადამიანთან, მით უფრო ეს თქვენობით აღარ მიმართა. და ვინ არის იმაზე უფრო ახლოს ჩვენთან ვიდრე უფალი? არავინ. ამიტომაც უფალს შენობით მიმართა. უფალს რო თქვენობით მიმართვა, ეს უკვე შენ თვითონვე ხვდები ადამიანი, რომ ძალიან ფორმალობაა და რაღაც. მიმართავ შენობით, იმიტომ იცი რომ მასზე მეტად შენ არავის არ უყვარხარ. მასზე ახლოს შენთან არავინ არ არის. როგორ გადავაფიქრებინო მეგობარს ბილწიტყაობა, რომელსაც ბევრჯერ უთხარი, რომ არ შეიძლება, მაგრამ აგრძელებს, ძალიან არ სიამოვნებს. თქვენ ეცადეთ, რომ თქვენი მაგალითით უჩვენოთ ეს. მაგალითით უჩვენოთ. როგორ გავხდე მე დავითნევ. როგორ ჯერ ძველი ქართული კითხვა უნდა ისწავლო ნუსხა-ხუცური და მე ნენელა შეიძლება რომ მე დავითნე გახდე. როგორ მოხდე გადაცემაშიო. გააჩნია რომელ გადაცემას გულის. მე კი მივხვდი, მაგრამ აი რომ დამთავრდება ცალკე მოდი და გეტყვი როგორ უნდა მოხდე. მამო, როდესაც არ გინდა ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც ბავშვად გთვლიან, მაგრამ იძულებული ხარ წახვიდე. თქვენი აზრით უნდა წახვიდე თუ არა იქ, სადაც თავს არ გძნობ კარგად. თუ სადმე თავს კარგად არ გძნობ. ანუ იქ არის შექმნილი ისეთი სიტუაცია, რომ შენ თავს კარგად არ გძნობ. მაგრამ შენი დახმარება იქ ჭირდება ადამიანებს. მაშინ უნდა წახვიდე, რომ მიეხმარო. მაგრამ თუ თავს კარგად არ გძნობ და არც შენი დახმარება იქ არავის არ ჭირდება, მაშინ შეგიძლია არ წახვიდე. თუ ამის სურვილი არ აქვს. როგორი ანდაზა არის, ნახეთ, ჭირში სირბილით წადიო, ხინში სიარულით. თუ ჭირს შენი თავი, სულ რომ ვერ გძნობდე კარგად, უნდა ადგე და მიხვიდე, რომ მიეხმარო. შენს თავზე არ უნდა იფიქრო. მაგრამ თუ იმისთვის მიდიხარ, რომ არ უჭირს შენი თავიდან, უბრალოდ იმისთვის, რომ შენ გაერთო და კარგად იყო და იცი, რომ იქ კარგად ვერ იგრძნობ თავს, მაშინ რისთვის უნდა მიხვიდე. ანუ იცი რისი თქმა მინდა, თუ სადმე არ აკლიხარ ადამიანებს და თავსაც კარგად არ გძნობ, მაშინ რისთვის უნდა მიხვიდე. ანუ თუ ერთ ისინი ვერ გაიხარებენ შენი მისვლით და არც შენ არ გიხარიან, რა ვიცი აბა, უნდა დაფიქრე. ან ზოგჯერ შეიძლება თუ არ და ბავშვად თუ გთვლიან თავს, მაგას რა ჯობია? თუ შეურაცხყოფელია, რომ ბავშვად გთვლიან. პლატონი ამბობს ასეთ რაღაცას. სამი რამე მაკვირვებსო ადამიანშიო და ერთ-ერთი ეს იყო, როცა პატარაო, დიდობა უნდათ. დიდი გაიზრდებიან და ბავშვობას მისტირიანო. მე და კიდე პატარა ვიყო. როგორ ვეცადოთ, რომ ჩხუბის დროს და შემდეგ ადამიანი მაინც გვიყვარდეს, ვაპატიოთ, შეურიგდეთ, მასზე ცუდი ფიქრები მოვიშოროთ. იცი რა არის, ნებისმიერი უსიამოვნების დროს უნდა ეცადო, რომ შენს გულში ის ადამიანი გაამართო. გაამართო. სხვადასხვა სიტუაცია მოიფიქრო ისე, რომ შენს გულში ის მართალი გამოიყვანო და აღარ გაგიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ ყველა შემთხვევაში შენ თავს იმართლებ და იმას ამტყუნებ, ეგრე გაგიჭირდება, ურთიერთობა გაჭირდება. მამო, ახლა სამ შვილს რომ ნათლავდა პატრიარქი, ისევ იქნება ეგ წესი. სხვათა შორის მეუფეშიომ ერთ-ერთ გადაგებაში ასეთი რამე თქვა, ახლა უკვე პატრიარქმა შიამ, რომ კარგი იქნებაო, რომ ეს წესი გაგრძელდეს. და რადგან თვითონ იქნა არჩეული პატრიარქად, დიდი ალბათობით ეს წესი გაგრძელდება. რომ მესამე შვილის ნათლია იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. გაქვს. დავამთავროთ ახლა, მეც აღარ გადაგხდით. ხვალ არის წირვა ცხრის ნახევარზე, შეგიძლიათ რომ მოგძანდეთ და ერთად ვიზაიმოთ ხვალინდელი დღესასწაული.